მოგესალმებით მეგობრებო, მე ნიკა ვარ და ეს ერთადერთი ინტელექტუალური თამაშია, სადაც არ არის საჭირო იყო ყველაზე განათლებული. საკმარისია რომ თავი ასე მოაჩვენო. ვიცი არ ვიცი, საკითხავი აი ეს არის. როგორც იცით, ვიცი არ ვიცის მეორე სეზონი ტარდება ქალაქებს შორის და ქალაქებიდან საუკეთესოები დღეს ჩვენს მაგიდაზე იმყოფებიან, რადგანაც დღეს გვაქვს სუპერფინალი. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. როგორი განწყობით ხართ? ამაღლებული. შვენიერი. მეზინება ძალიან. აჰა. ანუ სუპერფინალის განწყობით ხარ. სუპერფინალის განწყობი. ნიკოლო, ჩვენს გვეთქვით? მე მგვიძევს. თქვენ გვიძავთ. მოდი ჩვენს მაყურებელს გავაცნოთ კიდევ ერთხელ თქვენი თავი წარუდგინოთ, ვისაც არ უნახავს, ვიცი არ ვიცის წინა ეპიზოდები. ხვიჩა დეკანაძე ქალაქი ბათუმიდან. გიგა ბადალაშვილი ქალაქი თბილისი. ნიკა ზარქუა ქალაქი რუსთავი. და ნიკოლოს სიმონიშვილი ქალაქი ფოთი. ხო, მოკლედ, დღეს თქვენს ცოდნას გარისკავთ და მხოლოდ ერთი მოიპოვებს ყველა ჟეტონს და გახდება 2000 ლარის მფლობელი. მზად ხართ? ბატონო. კარგით, მაშინ ჩვენს YouTube მაყურებელს აუხსნათ თამაშის წესები, ჩვენს გადავიმეოროთ და მე დავსვამ პირველ შეკითხვას. ეს ვიცი არ ვიცია. თამაში სადაც ფსონს შენი ცოდნიდან გამომდინარე აკეთებ. ვინ იცის რეალური პასუხი და ვინ არა, ეს არავინ იცის მაყურებლის გარდა. თითეული რაუნდის დასაწყისში მოთამაშეები ათავსებენ რაუნდის სათამაშო სავალდებულო ჟეტონებს. წამყვანი კი სვამს შეკითხვას. მაგალითად, რამდენი მეტრის სიმაღლის არის თბილისის ანძა? მოთამაშეები დარიგებულ კარტებზე წერენ თავიანთ პასუხებს, რომელსაც რაუნდის მიმდინარეობისას ვერ შეცვლიან. პასუხების დაწერის შემდეგ მოთამაშეები ზრდიან ფსონის რაოდენობას, აგრძელებენ ფსონის გაზრდის გარეშე ან ტოვებენ რაუნდს. რაუნდის მიმდინარეობისას წამყვანი მოთამაშეებს ეუბნება ორ მინიშნებას. თითეული მინიშნების შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონის გაზრდა, ფსონის გაზრდის გარეშე გაგრძელება ან რაუნდის დატოვება. საბოლოოდ წამყვანი ამბობს კითხვაზე სწორ პასუხს და გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ახლოს არის პასუხთან. თუ თამაშის წესებს კარგად ვერ გაუგე, უყურე პირველ რაუნდს და მარტივად მიხვდები. ხვიჩა, მე მაინტერესებს უცნაური სახელები და უცნაური სახელები გაგიგია. ადამიანის სახელზეა საუბარი. ყველა სახელი უცნაურია, იმიტომ რომ მე თვითონ ხვიჩა მქვია და. ხვიჩა უცნაური სახელია? კი, უცნაური იყო სანამ კვარაცხელი გამოჩნდებოდა და. მე ყველაზე ცნობადი. გასაგებია. თქვენ რა ვერსიები გაქვთ უცნაურ სახელებთან გიორგი. გიორგი? მე როგორც მეგრელს არ მიყვარს ეგეთები. კინგონგი შულღაია, ალმასხანი, ყველაფერი არის ამ მეგრელში. სამეგრელოზე მეცვენია და არც მე არ მეგვრის ფანტაც კი გაქრავს ესე. ფანტა. არგენტინა. ძალიან კარგი სახელია. კარგი, მოდი დავსვათ პირველი შეკითხვა და შეგახსენებთ, რომ სავალდებულო ფსონი არის 100 ჟეტონი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად დადასტურებული არის აკრძალული სახელების სია. მაგალითად, დაფიქსირებულია ახალშობილების რეგისტრაციის დროს ისეთი სახელების განაცხადები, როგორიც არის ადოლფ ჰიტლერი, 1069 და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საკანონმდებლო დონეზე გადაწყდა ამ სიის შემოტანა. რამდენი სახელი არის აკრძალული ამერიკის შეერთებული შტატებში კონსტიტუციის მიხედვით? რამდენი სახელი არის აკრძალული ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტიტუციის მიხედვით? დავწერეთ. პირველი წრე შესაბამისად ხვიჩა, თქვენგან უნდა დავიწყოთ. ვფიქრობ, რომ სწორი პასუხი ვიცი, მაგრამ დავილოდები გაზრდიან თუ არა. კი ბატონო. გისმენთ? გიგა. მიგოსტი. გიგამ გაზარდა ფსონი 100 ჟეტონით. მეც გავხსნი. ნიკამ უპასუხა, მაგრამ მე აუცილებლად. ნიკოლოზმა უპასუხა, ხვიჩა? ხვიჩაც თამაშობს. შესაბამისად მე პირველი მინიშნება უნდა წაგიკითხოთ უკვე. კრიკეტში ერთ გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა. 300. ხვიჩამ გაზარდა ფსონი 300 ჟეტონით. გიგა. მე დავწერე. კი ბატონო. მეც იგივენაირად. ჩემი საყვარელი სპორტია კრიკეტი. ნიკოლოზმა უპასუხა, მხოლოდ ორი მონაწილე თამაშობს პირველ შეკითხვაზე, შესაბამისად მე მეორე მინიშნებას აგიკითხავთ. ზუსტად ამ რიგითობის ნომერს ატარებდა საფრანგეთის მეფე ლუი, რომელსაც ობობა მეფეს ეძახდნენ. დაგეხმარა მინიშნება ხვიჩა? კი. $5,000. ნიკოლოზ. დავიხ. ნიკოლოზმა უპასუხა,
შესაბამისად მე სწორი პასუხი უნდა გითხრათ და შეგახსენებთ რომ სწორი პასუხის შემდეგაც შეგიძლიათ თამაში. სწორი პასუხი არის 11. ხვიჩა გისმენთ? მე გავუზდი 10,000-ით. ხვიჩამ გაზარდა 10,000-ით. ნიკოლოზ. ვატარი. არ თამაშობ? არა. მაშინ მივულოცოთ ხვიჩას, ეს რაუნდი მოიგო ხვიჩა. თუ საიდუმლო არ არის, ვნახოთ თქვენი პასუხები. არა და საერთოდ არ ვიცოდი უბრალოდ როგორც თქვი წინა გადაცემაში 11 ჩემი 2-1-იანი. გიგა მე ოცი? არც ამოვატრიალე. 3 და ნიკა არ გვეუბნება. აი. კარგი. ავიღოთ, ეს თქვენია. კარგი, მოდი გადავიდეთ მეორე შეკითხვაზე. ეს თქვენ კარდები. მეორე შეკითხვის სავალდებულო ფსონი არის 500 ჟეტონი. წავიკითხოთ მოდი პირდაპირ შეკითხვა. ტაილანდელ მამაკაცს მანქანის ტუნინგისათვის სჭირდებოდა საკმაოდ სოლიდური თანხა. ამისთვის მან მიმართა უცნაურ ხერხს. კითხვა: რამდენ მილიონ დოლარად გაყიდა ტაილანდებმა მამაკაცმა საკუთარი სათესლე ჯირკვლები? დოლარზეა საუბარი, ხვდებით? ან რამდენ მილიონ დოლარად გაყიდა? მაგის ფასები ვიცი არა. ტაილანდში. შავი ბაზრის ფასები, კი? ნიკოლოზ. თითქმელი ღვიძლი რამე თუ გინდა და გადამტვირთველი ხომ არ? რა მანქანა იყო არ ვიცით? არა, რა მანქანა იყო არ. სასატუნინგებლად რომ უნდა და მხოლოდ ეგიც. ხო. უპელას. დავწერეთ, ხო? შესაბამისად მეორე წრე გიგა თქვენგან უნდა დავიწყოთ. გავატარებ. გაატარებს კი ლოს. ბატონო. მეც გავატარებ. მეც გავატარე. ხვიჩა? აი, აუზდი რა თუ არა. 200-ით გაზარდა ხვიჩამ ფსონი. გიგა გისმენთ? მოყვები. იმიტომ რომ მეც მანქანას გამოსვას ვაპირებდი და მაგას მეც შერჩებდი ესე რომ. ერთხელ მაინც ყველას მაქვს დასერჩილი, ხო? ნიკა. მეც გავყვები, მე არ დამისერჩებს, მაგრამ გავყვები. ჯერჯერობით. ნიკოლოზ. ტაილანდში ვის უნდა სათესლე ჯირკვალი გასვეთქვებით რა. ბანკი გასწორებულია, შესაბამისად მე პირველ მინიშნებას აგიკითხავთ. ადამიანს ზუსტად ამდენი წუთის განმავლობაში შეუძლია შეიკავოს სუნთქვა, სანამ დაიწყება თავის ტვინის დაზიანება. გიგა გისმენთ? ნუ გავაკეთებ. მოვამატებ. 1000-ით? კი ბატონო. ნიკა. მე უპასუხე. ნიკამაც უპასუხა. მე ვწერე. ნიკოლოზი არ თამაშობს. ხვიჩა? 1000. ხვიჩამაც უპასუხა, ბანკი გასწორდა, შესაბამისად მე მეორე მინიშნება უნდა წაგიკითხოთ. ზუსტად ამდენი მილია დაშორება ეიფელის კოშკსა და ლუვრს შორის. რა მანძილია ხო არც გიგა? რა მანძილია საუბარი? მიახლოვებით. მიახლოვებით. ხვიზდი. 2000-ით. ნიკა გისმენთ? მე უპასუხე. ნიკამ უპასუხა, ხვიჩა. ხვიჩაც თამაშობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მე სწორი პასუხი უნდა გითხრათ. სწორი პასუხი არის 2.7 მილიონი დოლარი. ანუ 2.7. გიგა. მე ხუთი გავსტატოთ. გიგამ გაზარდა 5,000-ით. ნიკამაც უპასუხა. ხვიჩამაც უპასუხა. მაშინ უნდა გავხსნათ კარდები და ნახოთ ვინ მოიგო ეს რაუნდი. გიგა. 2 2.5 1.7, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაუნდის გამარჯვებულია ნიკა. გილოსავ. კარგი, მოდი გადავიდეთ. მესამე რაუნდის სავალდებულო ფსონი არის 1000 ჟეტონი. ეს თქვენი კარდები, სადაც უნდა დაწეროთ პასუხები. კი, ეგ არის 1000. და მოდი პირდაპირ მესამე შეკითხვას დავსვამ. ყველაზე სწრაფი ლოკოკინა არჩიზე სნეილია. თქვენ უნდა მითხრათ, რამდენი გაიარა 2 წუთში ამ ლოკოკინამ. რეკორდია. რეკორდი დაამყარა 2 წუთში გაიარა. 2 წუთში რა მანძილი გაიარა?
ნიკა, რა ურთიერთობა გაქვს ლოგოგინებთან? თუ საიდუმლო არ არის. ფრიუზე ვთამაშობდი ლოგოგინა რო დადის მაგას. ბავშვობაში. რომელი თამაშია? აი ლოგოგინა და დადის. აჰა. კარგი, ეს რაუნდი ნიკა, შენგან უნდა დავიწყოთ. შესაბამისად, გისმენთ? გავატარებ. კი ბატონო. ნიკოლოსმა გაზარდა ფსონი 1000 ჟეტონით. ხვიჩამ უპასუხა. გიგამაც უპასუხა. ნიკამაც უპასუხა, ბანკი გასწორდა, შესაბამისად პირველი მინიშნება. იმაზე ცოტა ვიდრე თქვენ გგონიათ. მართლა? კი. ვა. ნიკა გისმენთ? ისევ გავატარებ, მოდი. კი ბატონო, ნიკოლოს ისევ 1000-ით გაზარდა, ნიკოლოსმა ხვიჩამ უპასუხა. გიგამაც უპასუხა. მეც უპასუხე. ნიკამაც უპასუხა. მეორე მინიშნება. ეს რიცხვი იწერება ერთი ციფრით. მიხვდით ხო? კი. გისმენთ მაშინ თუ კი. ერთი ციფრით იწერება, გავატარებ ისო. ეს ნანახი მაქვს, ნიკოლოსმა გაზარდა 1000-ით. ხვიჩამ უპასუხა. გიგამაც უპასუხა. ნიკამაც უპასუხა, რა თქმა უნდა. სწორი პასუხი უნდა გითხრათ. სწორი პასუხია 33 სანტიმეტრი. გისმენთ? გავატარებ. ოქენი. ნიკოლოს? ერთეულის მიზერა დამოვიწყო. ბატონო. ხვიჩა? 3000-ით. 3000-ით. გიგამაც უპასუხა. ნიკა? არ თამაშობ. ნიკოლოს? არ თამაშობ, შენ მეშალა რაღაც. არ თამაშობ. თორე ზუსტი პასუხი ვიცი. გავატარებ ამ შემთხვევაში მეც. ხო, თქვენ ფსონი გაზრდილი გაქვთ, გიგამაც უპასუხა, შესაბამისად უნდა გავხსნათ ქარდები და გავარკვიოთ ამ რაუნდის გამარჯვებული. 18 ხო, სწორ პასუხთან უფრო ახლოს ხვიჩაა, შესაბამისად ამ რაუნდის გამარჯვებული ხვიჩაა, გილოცავ ხვიჩა. კარგი, მე მგონი კარგად მივდივართ. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის სავალდებულო ფსონია 2000 ჟეტონი. ეს თქვენ ქარდები პასუხებისთვის. 1000, 2000. ნიკოლოს, ფოთიდან რითი ჩამოყვეთი? მანქანით. მანქანით. შენი საყვარელი ტრანსპორტი რომელია? მანქანა. მანქანა. მატარებლით თუ მგზავრობ ხოლმე? გაჭირვებაში. გაჭირვებაში. რა ვიცი, არ გიყვართ მატარებლით მგზავრობა? ბავშვობაში. კარგი, მაშინ მოდი სხვა კითხვას დავსვა. არა, იყოს ეს შეკითხვა. პირდაპირ მოდი შეკითხვა დავსვათ. მსოფლიოში ყველაზე გრძელმა მატარებელმა 2001 წელს გაიარა ავსტრალიაში. მე არ გეკითხებით მის სიგრძეს, მე გეკითხებით, რამდენი ვაგონისაგან შედგებოდა ეს მატარებელი. რომელ წელს? 2001 წელს. დავაზუსტე უბრალოდ. მოდი ყველამ გავატაროთ. შემდეგ კითხვა რა დავსვათ. რამდენი ვაგონისაგან შედგებოდა ეს მატარებელი მაინტერესებს. 2001 დიახ, სად იყო? ავსტრალიაში. ავსტრალიაში. ნიკოლოს, თქვენგან უნდა დავიწყოთ ეს რაუნდი. შესაბამისად გისმენთ. გავატარებ. გავატარებთ. კი ბატონო. ხვიჩა, მეც გავატარებ. გიგა, მეც გავატარებ. მეც გავატარებ. მაშინ პირველ მინიშნებას გეტყვით. მე არ გავატარებ. პირველი მინიშნება. ვაკის პარკიდან თბილისის ზღვამდე მანძილიც დაახლოებით იგივეა, რაც ამ მატარებლის სიგრძე. კილომეტრებში თუ მეტრებში? კილომეტრებში თუ და მეტრებში. გისმენთ, ნიკოლოს? გავატარებ. მეც გავატარებ. გავატარებ. გავატაროთ? კარგი, ნიკა, მეც გავატარებ. თქვენც გავატარებთ. მაშინ მეორე მინიშნებას გეტყვით. პასუხი სამნიშნაა და მხოლოდ ლუწი ციფრებია გამოყენებული. დავწერთ. კი ბატონო. მე გავუძდი 2000-ით. ხვიჩამ გაზარდა 2000-ით. გიგამ? 3, 500. გიგამ უპასუხა. ნიკა? არ თამაშობ. შესაბამისად დაგვრჩა 2 მონაწილე და მეორე მინიშნებაც გითხარით, სწორი პასუხი მაშინ მოვისმინოთ. სწორი პასუხია
682 ვაგონი. ხუჭა 3000-ის ვწდი. ხუჭამ გაზარდა ფსონი 3000 ჟეტონით. გიგა? იმას მეტყველობდი მე მეგონა ასე რომ დავწევ. არ დამაშავთ? არა. მაშინ ხუჭა გილოცავთ? კიდევ 11. ისევ 11 ეწერა სწორი პასუხი. შეიძლება რომ ნახოთ ჩვენი პასუხები. 15 იგებდა გიგა? შენ იგებდა 5 მეტად. 5. აი, გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 4000 ჟეტონი. დამეხურდებით. 5-იანი ჩამოდიდა 1000 წაიღე უკან თუ აჰა. ხუჭა, შენი საყვარელი ქართული სერიალი რომელია? ჩემთვის ყველა საყვარელია, ამიტომ რომ ქართულია. ასე კონკრეტულად ვერ ავარჩი. კარგი პასუხია, მაგრამ რომელიმე ერთი რო გამოვყოთ. არ გვინდა ახლა ეს. თანამედროვე თუ ძველი. არ აქვს მნიშვნელობა. რომელიმე ერთი სერიალი გამოვყოთ. სერიალი ვიტყვი ქაზიმის. ქაზიმა. კი ბატონო, თქვენთვის გიგა? არ ვიცი, მე გამოვარჩი. ვერ გამოვარჩი. დიდაც ქართულს. აჰა. ნიგა, ჩვენი ოფისი ალბათ. ჩვენი ოფისი. მეც უნდა ვთქვა ტიფლისი. გითხარით, კი? ტიფლისი. ტიფლისი. კარგით. სწორედ ცხელ ძაღლზე გვექნება შემდეგში. ვიცოდი. ძალიან კარგი. სერიალი ცხელი ძაღლი არის ქართული დეტექტიური სერიალი, რომელიც შედგება 5 სეზონისაგან და სულ აქვს 56 ეპიზოდი. რამდენი საათია ჯამში ცხელი ძაღლის ყველა სეზონის სერია ერთად? ასეთი შეკითხვა. 56 და 5 სეზონი, ა? 5 სეზონი, 56 სერია. დავწერეთ? გიგა. კი ბატონო. კარგი, ხუჭა, გისმენთ? მე გავზრდი 4000-ით უნდა გავზარდო მინიმუმ, ხო? კი. პრობლემას გავაკეთე სხვა ჩვენთან თვითონში. კი ბატონო. ნიკა, რამდენით უნდა გავზარდო? 4000-ით გაზარდა ხუჭამ ფსონი. 5000. 5000. კი ბატონო. ნიკოლოზ? ნიკოლოზმა თუ პასუხა? ხუჭა? თუ თამაშობთ 1000 ჟეტონი უნდა დაამატოთ. ან შეგიძლიათ გაზარდოთ კიდევ. ჯერჯერობით, გიგი. გავასწორეთ მანკი. გიგა ოლინს არის, შესაბამისად მე პირველ მინიშნებას აგიკითხავთ. მატეუშ კლიხი ერთ-ერთი მოთამაშეა, ვინც მაისურზე ამ ნომერს ატარებდა და ჰქონდა წარმატებული კარიერა სხვადასხვა კლუბში. მათ შორის კრაკოვია, ზვოლე, ტვენტე, ლიდს იუნაიტედი, დც იუნაიტედი და ატლანტა იუნაიტედი. ყველა ჩემი საყვარელი გუნდი იყო. ესეთი გუნდები ჩამოვყარა. სადაა მაქვს თუ გავამატებდი კიდე. გავატარებ ამ შემთხვევაში. კი ბატონო. გიგა თქვენ აღარ გეკითხებით ოლინს ხართ? ნიკა? გისმენთ? გავატარებ. მაშინ მეორე მინიშნება. კომპანია აგუადე კადისის ერთ-ერთი თანამშრომელი ზუსტად ამდენი წლის განმავლობაში იყო შვებულებაში. კაცობრიობა ფაქტი. ანუ საერთოდ არ მუშაობ. შეიძლება. გისმენთ? გავატარებ. ნიკა? შვებულებაში გავატარებ. მე დაფეს გავატარებ. კი ბატონო, მაშინ მე სწორ პასუხს აგიკითხავთ. სწორი პასუხია 43 საათი. ოთხი ამ კონდოთ. ხუჭა გისმენთ? გავატარებ. კი ბატონო, ნიკა? ის გავატარებ. გავატარებ. მაშინ უნდა გავხსნათ ქარდები და გავარკვიოთ ვინ არის ამ რაუნდის გამარჯვებული. ხუჭა? ახალ წელს გილოცავთ. 2026 2 საათი, 85 საათი, 41 საათი, შესაბამისად მივუღოთ ნიკოლოზ ამ რაუნდში გავარკვიოთ. ამ რაუნდში გიგამ დაგტოვა. გიგა შეგიძლია რომ ბარში გადაინაცვლა. წარმატებები. მადლობა. თქვენ რო გეტყვათ უკეთეს იქნებოდა, მაგრამ არა უშავს ვაგზელებ. მოდი გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 5000 ჟეტონი.
ნიკა, მე მაინტერესებს შენი საყვარელი ხე რომელია? მსხლის. მსხლის ხე. კი ბატონო. თქვენთვის? ბაობაბი. ბაობაბი. ვიჭა, აკაცია. ნაძვი. ნაძვი. იმიტომ რომ მარადმწვანეა? გადის უნელიც. კი ბატონო. შეკითხვა. რამდენი ფოთოლი აქვს ხე ველვიჩიას? ხსვენიათ ეს ხე? კი. პირველი გავიგე. დავწერეთ პასუხი. კი. კი ბატონო, ნიკა, თქვენგან უნდა დავიწყოთ ეს რაუნდი, გისმენთ? მე გავატარებ. ნიკოლოს? მოდი მე გავატარებ, მე დავუძე და დავიღოთ. მე ზუსტად ვიცი. ხვიჩა, გავატარებ მეც. მაშინ მე პირველ მინიშნებას აგკითხოთ. სწორედ ამდენ მეცნიერულ დარგში აქვს აღებული ნობელის პრემია მარი კიურის. ნიკა გისმენთ? გავატარებ ეს. ნიკოლოს? ნიკოლოსმა გაზარდა ფსონი 5000-ით. ხვიჩამაც უპასუხა. ნიკამაც უპასუხა. მაშინ მეორე მინიშნება. ცნობილი სიმღერის თანახმად ზუსტად ამდენი ცოლი უნდა გიორგუნას. ნიკა გისმენთ? გავატარებ. იცი ეს ცნობილი სიმღერა? კი, აი ჩამესმის. გავატარებ. ხვიჩა? 30000-ით. 100000-ით. ხვიჩამ გაზარდა ფსონი 10000 ჟეტონით. ნიკამ უპასუხა, ნიკოლოს დავწევ. არ თამაშ. არ ვითამაშ. კი ბატონო. მაშინ მე სწორი პასუხი უნდა გითხრათ და შეგახსენებთ რომ სწორი პასუხის შემდეგაც შეგიძლიათ გაზარდოთ ფსონები, ან გაატაროთ სვლა. სწორი პასუხია 2. ნიკა. ვატარებ. 5000. ხვიჩამ გაზარდა ფსონი 5000-ით. ნიკა. მე მგონი მეტი აღარა მოკლედ რაც მოკლა შემო. შემოდიხარ ყველა ჟეტონს. კი ბატონო. კი ბატონო. მაშინ გავხსნათ კარტები და ნახოთ ვინ არის ნოლი, ჩემი აზრით ცოლი საერთოდ არ უნდა. 0. 0 გიწერია? ეს ვადი წერია. 0 მიწერია მეც. 0 მეწერა მეც. სამი პასუხი. შესაბამისად, ბანკი გაიყო ხვიჩასა და ნიკას შორის. ანუ კითხო რომ დასვი რაღაცა ის სპეციფიკური იყო რომ მეგონა ფოთოლი ვაფშე არ ფოთოლი არ მეკონოდა. მაგითო დავწერე 0. ნიკოლოს. დიახ, მაინტერესებს გითხარი ყველაზე გრძელი სიტყვა რომელიც იცი. ჰიდროელექტროსადგური. ჰიდროელექტროსადგური. კი. სამჯერ. მე ერთხელ ამბობ. კარგი, მოდი პირდაპირ შეკითხვას დავსვამ. ინგლისურ ენაში არის ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე გრძელია და რომელიც პირველად გამოიყენეს ფილმ მერი პოპინსში. ეს სიტყვა სუპერკალიფრაჯილისტიესპიალიდოჟეს. კითხვა: რამდენი ასობგერა არის საჭირო რომ ეს სიტყვა დაწერო? სიტყვა რო გაიმეოროთ. გავიმეორებ. მხოლოდ ერთხელ. სუპერკალიფრაჯილისტიესპიალიდოჟეს. დავწეროთ ჩვენ კარტებზე რამდენი ასოა საჭირო რომ დავწეროთ ეს სიტყვა. ნიკოლოს, თქვენგან უნდა დავიწყოთ ეს რაუნდი. გისმენთ? დავთვალე მივხვდი, მაგრამ გავატარებ. გავატაროთ. ხვიჩა? გავატარებ მეც. მეც გავატარებ. ნიკამაც გაატარა. მაშინ პირველ მინიშნებას აკითხავთ. ზუსტად ამდენი დღე გაგრძელდა ისტორიაში ყველაზე უცნაური კონფლიქტი სახელად ღორის ომი. მე გავატარებ. ხვიჩა? გავატარებ. მეც გავატარებ. ნიკა? მაშინ მეორე მინიშნებას აკითხავთ. ამ ასაკში გახდა ზაზა ფაჩულია მეორედ NBA-ის ჩემპიონი. ნიკოლოს. მე გავატარებ. ხვიჩა? მე გავუსვდი. 10000. 10000. ხვიჩამ გაზარდა ფსონი 10000-ით. ნიკამ უპასუხა. ნიკოლოს? დავთვალე. ნიკოლოზი არ თამაშობს. შესაბამისად მე სწორ პასუხს გეტყვით და სწორი პასუხია 34. ხვიჩა გისმენთ? ნუატარებ.
ნიკა? გავაზრდი, მაგრამ მგონი საკმარისი არ მაქვს, ხო? მაშინ ყველა ჟეტონს უნდა შემოხვიდე. იყოს ვოლი. შემოდიხარ ყველა ჟეტონს? კი. ხუჩა მოპასუხა. მაშინ ამოვატრიალოთ ჩვენი კარდები და ნახოთ 27 31. 31. შესაბამისად ნიკას ულოცავს ამ რაუნდის გამარჯვებას. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 15000 ჟეტონი. მოვლენს ვარ და მომაწოდეთ დაიწყება სიტუაცია. ეს თქვენ კარდები პასუხებისთვის. შეკითხვა. სტანდარტული ზომის ფანქარს შეუძლია ზუსტად ამ სიგრძე ხაზის გასმა. დაწერეთ თქვენ კარდებზე რა სიგრძის ხაზის გასმა შეუძლია სტანდარტულ ფანქარს. ხუჩა, თქვენგან უნდა დავიწყოთ ეს რაუნდი. შესაბამისად გისმენთ. მაგრამ თქვენ ყველა ჟეტონს შემოსული ხართ. ამიტომ ნიკა, გისმენთ. გავატარო. გავატაროთ. ნიკოლოს? შეგიძლია ყველა ჟეტონს შემოხვიდე? ნიკა? უნდა დავუმატო, ხო? კი, პასუხობ თუ არა? რამდენი? 900. რაც იმას ნიშნავს, რომ მაგიდაზე ორი მოთამაშე ყველა ჟეტონს არის შემოსული. შესაბამისად მე შემიძლია პირდაპირ სწორი პასუხი გითხრათ და ნახოთ თქვენი კარტები. სწორი პასუხი არის 56 კილომეტრი. ხუჩა, გვაჩვენებთ თქვენი კარტი. იბატონ 15 კილომეტრი მიწერე. 15 კილომეტრი? 1055 მეტრი. 1055 მეტრი. ხო, სწორ პასუხთან ყველაზე ახლოს არის ნიკა, შესაბამისად ამ რაუნდის და დღევანდელი ჩვენი თამაშის გამარჯვებულია ნიკა ზარქოა. ქალაქი რუსთავიდან. გილოცავთ ნიკა. მადლობა. წარმატებები თქვენ კი გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი და დაელოდეთ ჩვენ შემდეგ ეპიზოდებს. მომილოცავს, მადლობა ყველას ხალხო.